ირანში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. სტიქიამ ამ დრომდე 2000-მდე ქალაქი და სოფელი დააზარალა. 86,000 ადამიანი კი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობის ნაწილს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. სამაშველო ოპერაციაში სამაშველო სამსახურთან და მოხალისეებთან ერთად არმიის დანაყოფები არიან ჩართული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიგრანტებს აფრთხილებს. ტრამპის თქმით, ქვეყანას მათი მიღების რესურსი არ გააჩნია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე ყოფნისას პრეზიდენტმა პოტენციურ მიგრანტებს მიმართა და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ტრამპის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მექსიკა უკანონო მიგრაციის შეჩერებას ვერ შეძლებს, მეზობლებთან საზღვარს ჩაკეტავს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მექსიკის კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა. კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით ამერიკის 20-მა შტატმა დონალდ ტრამპს სასამართლოში უშილა. მოსარჩლეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობას უკანონოდ მიიჩნევენ და სასამართლოსგან პრეზიდენტის ინიციატივის დაბლოკვას ითხოვენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, შავსიაში 2 კომპანია და სახელმწიფო ნავთობ კონცერნის 34 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელადან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ. შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შავსიაში შესული კომპანიები ნიკოლას მადუროს ძალაუფლების შენარჩუნებას ეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ გაფართოებული შეზღუდვები მანამდე ვენესუელის ოქროს მომპოვებულ სექტორს შეეხო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ოფიციალურ წერილში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საკითხის 30 ივნისამდე გადატანას თხოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა და პარლამენტი შეთანხმების გარეშე ბრექსიტის წინააღმდეგია. ამასთან თუ 30 ივნისამდე არ გადაიდება საკითხი, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის შეთანხმების გარეშე 12 აპრილს უნდა დატოვოს. მეის თქმით, ის პარლამენტთან მოლაპარაკებას 23 მაისამდე შეეცდება. დონალდ ტუსკი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს თხოვნით მიმართავს, რათა მათ ლონდონს ბრექსიტის შეთანხმების რატიფიკაციაზე 1 წელი 2020 წლის 10 აპრილამდე მისცენ. თუ შეთანხმება უფრო ადრე მიიღეს, ბრექსიტი დაჩქარებული წესით შედგება. დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე 3-ჯერ უარყო. სტამბოლის ათათურქის აეროპორტი დაიხურა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით შეასრულა. ფრენები 6 აპრილს 2 საათიდან ათათურქის ნაცვლად სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, სადაც რამდენიმე 1000 ტონა ტექნიკის განთავსება სრულდება. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 6 აპრილს დასრულდება. სტამბოლის აეროპორტის გახსნის ცერემონია 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი კი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აეროპორტი გახდება, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ გზავრს მოემსახურება. აეროპორტის საერთო ფართი 76.5 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამასთან უდიდეს აეროპორტს მსოფლიოს 250 ავიაკომპანიის მიღება შეიძლება, საიდანაც ფრენები 350 მიმართულებით განხორციელდება. ბრიტანელმა მომღერალმა მიკ ჯაგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა. 75 წლის მუსიკოსმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ განცხადება Twitter-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და თაყვანისმცემლებს ხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მუსიკოსის წარმომადგენლების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჯაგერი რეაბილიტაციის პროცესს წარმატებით გაივლის. Rolling Stones-ის სოლისტმა მსმენელებს მოუბოდიშა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას საკონცერტო ტურნეს გადადება მოუწია. ჯგუფის საკონცერტო ტურნე შეერთებულ შტატებსა და კანადაში 20 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯაგერის ოპერაციის გამო ტურნე ივლისში დაიწყება.
ავღანეთში ორ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 19-ს აღწევს. ტერაქტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 2 ბავშვი და 8 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ესპანეთში დიდ თოვლობის გამო მთავარ მაგისტრალზე ჯაჭვური ავარია მოხდა. როგორც ირკვევა ერთმანეთს 50-მდე მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს აღწევს. დაზარალებულების საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან ჯაჭვური ავარიის გამო ცენტრალური მაგისტრალი 5 საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. საბერძნეთში მიგრანტებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ათობით არალეგალმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას სცადა, რისის საშუალებაც მათ მესაზღვრეებმა არ მისცეს. ბერძენმა სამართალდამცველებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიგრანტები საბერძნეთის ხელისუფლებას საზღვრის გახსნას თხოვენ, საიდანაც შემდგომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას შეძლებენ. ათასობით ადამიანი უკვე მესამე დღეა ჩრდილოეთ საბერძნეთის საზღვართან კარვებში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს ბალკანეთის ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილი ხალხი საბერძნეთში შექმნილ მიგრანტთა ბანაკებში ცხოვრობს.